მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, Facebook მაყურებლებო და YouTube მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ. დღეს ვიმყოფები ძალიან საინტერესო ადამიანთან, ქალბატონ ლალიბუნტურთან, რომელიც არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალობით. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ასე ვთქვათ, მთელი საქართველოს პრობლემაა. დღესდღეობით ეს არის მოზარდისა და მშობლის ურთიერთობა. და რა გავლენა აქვს რა უფლებები აქვს მოზარდს, მშობელს და ასევე შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ოჯახში ჩარევის საშუალება აქვს თუ არა მას. მოგესალმებით ქალბატონო ლალი, სასიამოვნოა. მადლობა რომ მოგვიპატიჟეთ თქვენთან და ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტომარი ბრძანდებით. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, სმენელს. დიახ, თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს პრობლემა მოზარდების და მოზარდთა უფლებები და ავალდებულებები ოჯახში თუ ოჯახს გარეთ. და ეს მარტო არა საქართველოში, არამედ თითქმის მსოფლიოში ანალოგიური პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენ ალბათ ჩვენი ტკივილი გვაქვს სულ რამდენიმე წლის უკან ქუჩაში პედაგოგი მოკლეს არასრულწლოვნებმა, რაც უსამძიმრებ პედაგოგის ოჯახს და ორმაგად უსამძიმრებ იმ ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, იმ სკოლებს, რომელიც სკოლების მოსწავლეებიც ეს ბავშვები არიან და მთლიანად საქართველოს ასეთი ახალგაზრდების სკოლისთვის. მე ვფიქრობ, რომ მოზარდების პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით არსებობს, ამაში არის დამნაშავე არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მოზარდების უფლებები, რომლებიც თუნდაც აი ჩემი ასაკის ადამიანებისთვის მიუღებელია, მათი უფლებები. ქუჩაში ვერ გასულ ხარ და შენიშვნა ვერ მიგიცია ბავშვისთვის, მოზარდისთვის, რომელიც არასწორად და არაადეკვატურად იქცევა, მოგიბრუნდება და შეურაცხყოფას მოგაყენებს და შეიძლება ხელით გაგარტყას, ხელითაც შეგეხოს. და ამის პრაქტიკა გვაქვს ჩვენ და არაერთი. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი არა უფლებებზე და არა ვალდებულებებზე, ალბათ უფრო ტკივილზე, ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის ტკივილზე, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, მაგრამ ვის უნდა ეყუდნეს თავი, როდესაც ჩვენ ხვალინდელი მომავალი ამ ახალგაზრდების შემყურეს არ ვიცი კითხვის ნიშნები ჩნდება, რამდენად იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ახალგაზრდებზე, ამ მოზარდებზე დაყრდნობით. მე არ ვამბობ, რომ სულ წყალმა წაგვიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის 50-50-ზეა ისეთი მდგომარეობა გვაქვს დღესდღეობით. ქალბატონ ლალი, მინდა გადმოვიდეთ თქვენთან პირველი კითხვით, ზოგადად სამართლებრივ საკითხებს შევეხებით. რას ნიშნავს მშობლის სამართლებრივი ვალდებულება მოზარდის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით? მშობელი ვალდებულია აღზარდოს, მისცეს საკვები, მისცეს თავშესაფარი სრულწლოვანებამდე მაინც და ვალდებულია რომ უზრუნველყოს მოზარდი ყველა მისი მოთხოვნების მიხედვით. სამართლებრივად მშობელს არავითარი უფლებები არ გააჩნია დღეს მდგომარეობით, ვალდებულებები ძალიან დიდი. როგორც აღნიშნე, ვალდებულია მშობელი, რომ უზრუნველყოს შვილის ყველანაირი მოთხოვნა, მაგრამ უფლება არ აქვს რამე იქით მოსთხოვოს მოზარდს. რა უფლებები აქვს მოზარდს ოჯახში, მაგალითად გადაწყვეტილების მიღებისას ან განათლების არჩევისას?
თქვენ წარმოიდგინეთ მოზარდს უფრო მეტი უფლებები აქვს ოჯახში დღეს მდგომარეობით ჩვენი კანონმდებლობით ვიდრე მშობელს. მშობელი ვერ გადაუწყვეტავს შვილს რა უნდა აკეთოს. შვილი თვითონ სწყვეტავს და უფრო მეტიც მშობელს აიძულებს რომ მის გადაწყვეტილებას პატივისცეს და გადაწყვეტილებასაც მოზარდი მიიღებს. მშობელი უნდა დაეთანხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა ცუდი მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში. თუკი მოზარდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, სოციალურ მუშაკს, სოციალურ სამსახურებს, მაშინ ეს სოციალური სამსახურის თანამშრომლები ყოველგვარი ქმედებების, ყოველგვარი კანონიერი პროცედურების გარეშე მივლენ და იტყვიან რომ საჩივარია შემოსული და თქვენ შვილი უნდა ჩამოგერთვათ. ჩამოართმევენ ამ ბავშვს და გადაიყვანენ თავშესაფარში. ან გადაიყვანენ საოჯახო გარემოში, რომელსაც ეგრეთ წოდებული ოჯახური პირობებია თითქოს და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საოჯახო მეურნეობა, აქვთ საოჯახო სასტუმრო, აქვთ საოჯახო ისეთი თუნდაც საძინებელი სასტუმროს სტილი, სადაც გადაყავთ ეს ბავშვები და ერთ ოჯახში გროვდება ათობით ბავშვი. არავინ აკონტროლებს შემდეგ ამას ეს ბავშვები ამ ოჯახში სწავლობენ, სკოლაში დადიან, შრომობენ, თუ რას აკეთებენ. ძალიან ბევრი მქონია ყოფილა შემთხვევა რომ მოუმართიათ დახმარებისთვის მშობლებს, რომლებისთვისაც შვილები ჩამოურთმევიათ. მაგალითად კახეთში იყო ასეთი შემთხვევა, მშობლები იყვნენ მშობლებს ბანკმა წაართო სახლი, დარჩნენ ქუჩაში და იძულებულები გახდნენ რომ წემსად წასულიყვნენ დედოფლის წყაროში. ვერ შეძლეს ის რომ ბინა ექირავებინათ და იყვნენ მინდორში წასულები, მათ ჩამოართვეს ბავშვები, 3 ბავშვი და სიღნაღის რაიონში გადაიყვანეს ერთ-ერთ საოჯახო სასტუმრო და ქვით გნებავთ და გინდათ ოჯახი, რომელიც ამ ბავშვებისთვის უცხო იყო და როდესაც დედა მივიდა ბავშვის სანახავად, ბავშვი ვერ ნახა. ნახა რამდენიმე საათის ლოდინის მერე რომ მისი 9 წლის შვილი 10 ლიტრიანი ბალონით მოათრევდა სადღაციდან წყალს. აი ასეთი შემთხვევები გვაქვს ჩვენ ბავშვები, რომლებიც ჩამოერთვათ მშობლებს და გადაიყვანეს ოჯახებში. ისე რომ იმ ოჯახებში რა პირობებია და რა მდგომარეობაში არიან ეს ბავშვები არავინ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ არიან მიშვებულები. რა თქმა უნდა. და ასე ვთქვათ ბავშვების უფლებები უფრო მაღალ დონეზე დგას, მაგრამ მე თუ მკითხავთ ეს უფლებები არ არის. ეს არის უფრო სხვა რამე. ამას ამ ბავშვების უფლებას ვერ ვეტყვი, რადგანაც ამ უფლებებით ეს ბავშვები იღუპებიან და ამას უფრო ამ ბავშვების მიმართ ტერორს დავარქმევდი, ამ ბავშვების მიმართ ზეწოლას დავარქმევდი, ფსიქოლოგიურ ზეწოლას რა თქმა უნდა, რის შედეგადაც მივდივართ იქამდე სადამდესაც მივდივართ რომ ეს არასრულწლოვნები, მცირეწლოვნები უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან ვიდრე სრულწლოვნები. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ გვაქვს იმისთან შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე სრულწლოვანი 22-24 წლის ახალგაზრდები არიან კონტაქტში არასრულწლოვნებთან, მცირეწლოვნებთან და ამ მცირეწლოვნებს უშვებენ დანაშაულის ჩასადენად. ღამის პირველ 2 საათზე რომ ბავშვი სახლში არ არის და მშობელს არ აქვს იმისი უფლება, რომ
ამ ბავშვს დაურეკოს და უთხრას, რომ სახლში რატომ არ მოდიხარ. არა აქვს მშობელს იმისი უფლება, რომ ხელი მოკიდოს ამ თავის 10 და 12 წლის ბავშვს და უთხრას, რომ სახლში შემოდი. მაშინ ეს ბავშვი უკვე ეუბნებიან, რომ სახლში მოდი, რეკავს პოლიციაში, რომ მე მავიწროვებენ. აქ უკვე მშობლის უფლება ნოლის ფასია, ნოლის ტოლია, არავითარი უფლება არ გააჩნია მშობელს. ამიტომაც არის, რომ ქუჩაში რო გავიდეთ, ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ დასახლებაში, ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე, ღამის პირველ 2 საათზე, პატარა გოგო ბიჭებით არის სავსე ქუჩა. ნუ თუ ამ ბავშვებს მშობლები არ აყავთ, მშობლები კი ყავთ, მაგრამ უფლებო მშობლები ყავთ. მათი უფლება მხოლოდ ის არის, რომ ისინი რასაც მოითხოვენ ის უყიდონ, ის ჩააცვან და როგორ ტელეფონსაც მოითხოვენ, ისეთი ტელეფონით გაუშვან ქუჩაში, რომ იქ სხვა მეგობარს მასზე უკეთესად არ იცვას და მასზე უკეთესი ტელეფონი არ ეკავოს ხელში. ასე ვთქვათ, ეს მოზარდი, ასე ვთქვათ, წყალებში ჟარგონის უზბოდიში ბლატაობს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ბლატაობს იმითი, რომ იცი რა, აი სახში მინახია ისეთი მშობელი, რომელსაც ტირილი დაუწყია, რომ სახლში შვილს უთხრა გაკვეთილი ისწავლე, ამ შვილმა არ გაიგო. მეორედ უთხრა, კიდევ არ გაიგო, ენა შეუბრუნა. და უხეშად მიმართა დედას. და ამ დედამ ყური აუწია შვილს. მეორე შვილი ეუბნება, დედა, მე შენ ვიდეო გადაგიღე და ეხლა სოციალურ სამსახურში გავაგზავნი ამას. და ჩემ ძმას წაიყვანენო. ცით რა არის? მე ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფო მშობლების კი არა, აი ამ მოზარდების წინაშე არის დამნაშავე. ჩვენ არა ვართ იმ მენტალიტეტის ერი, იმ კულტურის ერი, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილი როგორი იქნება. ჩვენი შვილი უნდა იყოს ღირსეული. მაგრამ კანონი გვზღუდავს. მე ქონია ისეთი საქმეებიც, როდესაც 12 წლის გოგონა მამამ ხელი გაარტყა, რომ ღამის 2 საათზე მამას ეძინა უკვე სამუშაოდან მოსულს და დაღლილს და ღამის 2 საათზე დედაშვილის საუბარზე გაეღვიძა ამ კაცს და იკითხა რა ხდებაო. და არაფერიო ცოდვა უთხრა. რა არაფერიო, რატო ხმაურობ თუ მეძინებაო, დილას სამსახურში ვარო წასასვლელიო და აი ეხლა მოგბრძანდა შენი ქალიშვილიო. ადგა ამ მამაკაცმა და ხელი გაარტყა ამ გოგოს. ამ დროს გოგოს რა უნდა ქუჩაშიო. იმ წუთას ამ გოგონამ დარეკა პოლიციაში. პოლიცია მოვიდა და წაიყვანა ეს მამა. ამ მამის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც მოძალადე მშობელი. როდესაც მამა გამოვიდა განთავისუფლდა პატიმრობიდან, სასაცილოდ აიგდო შვილმა. ბახ, მამა, მოგიარეს? აბა კიდე გაბედი. 12 წლის გოგონა მამას, ამას როგორ გაუბედავთ? ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები. მეც ვიყავი ახალგაზრდა. მაგრამ როგორ გავბედავდი? მე იმას კი არა, იმას ვერ გავბედავდი, რომ ჩემი მშობლის წინაშე სხვისთვის ხმამაღლა პასუხი გამეცა. მეზობლისთვის რომ მეპასუხა, რაც გინამწყენოდა, ამის უფლება არ მქონდა. იმიტომ რომ ჩემი მშობელი არ მაძლევდა ამის უფლებას და ჩემი მშობლის შვილი უნდა ყოფილიყო სრდილი, კულტურული, ადამიანური. მაშინ ასე შეგაკითხებთ ქალბატონო ლალი. რა შეიცვალა? თუნდაც 1990-იანი წლებიდან 2025 წლამდე. რა შეიცვალა მოზარდებში, რა შეიცვალა მცირე წლებში და მშობლებშიც. იცით რა არის? ნათქვამია კაცი უნდა კაცსა გავდეს, არა მოჭრილ ხესაო.
ქართველმა მამაკაცმა მაპატიებენ ალბათ ჩვენი მამაკაცები ამ გამოთქმისთვის ფაქტიურად სახე დაკარგა. ჩვენთან მამაკაცის სამუშაოები არ არის. ან უნდა გავიდეს და ფიზიკურად იმუშაოს სადღაცა, მე ვიცი უმაღლეს განათლებულები თავის დროზე რომ სერიოზული თანამდებობები ჰქონდათ, მიშამ ჩარეცხა, ოცნებამ გარეცხა. ისე რომ ჰაერში დატოვა ეს ხალხი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი დღევანდელი მინისტრები რო ყავს, დღევანდელი თანამდებობის პირები რო ყავს, იმათზე მეტი განათლებულები, იმათზე მეტი მცოდნეები დღეს ქუჩაში არიან. თუნდაც დედაჩემ. და ბევრჯერ ცრემლი მომსვლია თვალზე და მიტირნია რომ urnis navis urnastan daminახია პიროვნება რომელიც ვიცი ვიცნობდი რომ გუშინ ვინ იყო და რას წარმოადგენდა და დღეს იქ ქებოდა რომ რაღაცა ეპოვნა აი ეს მდგომარეობა გვაქვს დღის მდგომარეობით რაც შეეხება იმას რომ რა შეიცვალა ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ნახეთ რა არის მე ცოტას გადავუხო განათლებასაც შევეხები პედაგოგი სანამ ისინი პედაგოგს არ დაემსგავსება და მოსწავლეს ჩვენს მოზარდებს ახალ თაობას არაფერი არ ეშველება ჩვენ დროს ვერ წარმოვიდგენდით პედაგოგი საჭმელს თუ ჭამდა დღეს დღევანდელი ბავშვები უფრო თანამედროვე მოდური ტანსაცმლით არიან შემოსილები, ვიდრე მასწავლებელი. სკოლაში რომ მიხვალ მაღალკლასელი მოსწავლეები ისეთ ჩაცმულები დადიან, რომ ვერ გაარჩევ ის მოზარდი სკოლის მოსწავლეა თუ პედაგოგია. მიზეზი პედაგოგს არ აქვს ის შემოსავალი შარშარო კაბა ეცვა, რომ წელს ის კაბა გამოიცვალოს. შარშარო შარვალი ეცვა წელს ის შარვალი გამოიცვალოს. სამაგიეროდ იმ ბავშვს აქვს იმის საშუალება თუ არა აქვს საშუალება აშოვნინებს მშობელს რა პრობლემაა არ აშოვნინებს და ეუბნება რომ იცი რა შენ ან მომიტან ამას და ან არა და დავრეკავ და სადაც ადგილია მიგაბრძანებენ ან მეწავალ სახლიდან ამას წინააღმდეგობას ვერ უწევს ვერაფერს ვერ მიზამ და აი ეს შეიცვალა ურთიერთობები დამოკიდებულებები ერთი მეორის მიმართ და რაც მთავარია პედაგოგს არ აქვს იმისი უფლება რომ ბავშვს გაკვეთილი ცოტა მკაცრად მოსთხოვოს არ აქვს იმისი უფლება რომ გაკვეთილზე მოსთხოვოს რომ წყნარად იყოს ეს ბავშვი და ხელი არ შეუშალოს გაკვეთილის სახსნაში ამიტომაა რომ ჩვენი მოზარდების შეგიძლიათ გახვიდეთ და ნებისმიერ სკოლასთან გაჩერდეთ და ყოველი მესამე მოსწავლე გამოკითხოთ და შეეკითხოთ ვინ რა საგანში ემზადება კერძო პედაგოგთან რატომ როგორ პედაგოგი რომელიც კერძოდ ამზადებს ამ ბავშვებს ესე იგი აქვს ის განათლება რომ სკოლაში სასწავლოს ხომ თუმცა სკოლაში მას არავინ არ უსმენს ამიტომაა რომ ვისაც აქვს საშუალება და ბევრს არ აქვს საშუალება აი სოციალურ დახმარებას მე ვიცი ოჯახები სოციალურ დახმარებას იღებენ სოციალურ სასადილოში სჭამენ საჭმელს და იმ სოციალურ ფულს აგროვებენ რომ შვილი კერძო პედაგოგთან მიიყვანონ აი ეს სიტუაცია გვაქვს დღეს აი 99-90-იანი წლების და დღევანდელი 90-იან წლებში ვერ გაბედავდა შვილი მოსწავლე რომ პედაგოგისთვის ამ მშობლისთვის უხეშად მიემართა და მისთვის ულტიმატუმები წაეყენებინა დღეს პირიქით არის მშობელი და მასწავლებელი ულტიმატუმს ვერ წაუყენებს მოსწავლეს შვილს ვერ ეთქვის რომ შენ თუ არ მოიქცევი ნორმალურად მე შენ ნიშანს არ დაგიწერ შენ თუ არ მოიქცევი ნორმალურად მე შენ აღარ მოგხედავ ამას არ გიყიდი იმას არ გიყიდი მშობელს ამის უფლება არ აქვს რას მიქვია მინდა და უნდა გააკეთო ნახეთ რა არის
მოზარდებში ძალიან ცუდი ტენდენცია წამოვიდა ერთი მეორის მიხედულობით მას რომ აქვს ამასაც უნდა მე მინახია პატარა ბავშვები რომლებიც დანას ატრიალებენ და რომ მithქვია რომ შვილო რა თქინდა ეს არ შეიძლება შენ არ ახარ იმასაკის რომ დანაატარო დანა რა თქინდა ისე რა ქალბატონო შენი საქმე არ არის რა აი კი მე მქონია ის შემთხვევა რომ ერთ-ერთ მეტროს სადგურთან მივედი სადგურის პოლიციის თანამშრომლებთან და უთხარი რომ აი ეს ბავშვები ასე რომ იქცევიან ხო შეგიძლიათ კაცო ეს ბავშვები დააკავოთ და გადაიყვანოთ ამ თავშესაფარში ან მშობელი გაარკვიოთ ვინ არის და ბავშვი ჩააბაროთ მომიბრუნდა და მითხრა ორგანოს თანამშრომელმა რომ ქალბატონო ლალი ორი დღის უკან ჩავაბარეთ ეს ბავშვები პატრონს და დღეს აქ არიან ორი კვირის უკან ჩავაბარეთ თავშესაფარს მეორე დღესით ისივ აქ იყვნენ და შეიძლება მაგ ბავშვმა და ჩვენ არ აგვაქვს არაფრის უფლება რომ ამათ უფრო სხვანაირად და უფრო მკაცრად მოვეცეთ ორი კვირის უკან კინაღად თანამშრომელს დანა გაუყარეს მაგათ და ამის უფლება არ აქვს იმ პოლიციელსაც რომ ეს ბავშვი დააკავოს და გადაიყვანოს კანონი არ აძლევს იმის უფლებას რომ ეს მცირეწლოვანია და ეს დასაჯოს კი მაგრამ პოლიციელი ხო კანონის ფარგლებში მოქმედებს ის კანონით მოქმედებს კი ბატონო კანონის ფარგლებით გადაიყვანა იმის იქით არ აქვს ამის უფლება სხვაგან ვერსად ვერ წაიყვანს კანონის ფარგლებში გადაიყვანა შესაბამის სტრუქტურაში თავშესაფარში მეორე დღეს თავშესაფრიდან გამოიქცა ეს ბავშვი და თავშესაფრის ხელმძღვანელობამ თქვეს რომ რა ვქნათ ჩვენ მაგნაირი მილიონი მოყავთ აქ და სადავდიოთ თითო ბავშვს იგი პასუხისგებლობას იხნის ასე ვთქვათ დაწესებული თქმა უნდა ამას ვამბობთ იცით რა არის ხელისუფლება არ აყვავს რომელსაც იქნება გარკვეული პასუხისმგებლობა და თითოეულ ორგანიზაციაზე როგორ ვიკამათოთ რომ რატო არ აქვს პასუხისმგებლობა არ აქვს პასუხისმგებლობა იმიტომ რომ მათ პასუხს არავინ არ სთხოვს ქალბატონო ლალი აქ ორი კითხვა იყო ისეთი რომელსაც უკვე გაეცით თქვენ პასუხი და დაგისმოთ ზოგადად სამართლებრივი საკითხების ამ თემის ბოლო კითხვას მეხუთე კითხვას არსებობს თუ არა კონკრეტული მექანიზმები როცა მოზარდი თავად მიმართავს სამართლოს ან და სოციალურ სამსახურს მოზარდი სასამართლოს ვერ მიმართავს მას მოზარდს შეუძლია რომ მიმართოს სოციალურ სამსახურს ან პოლიციის ქვემდებარეობით უახლოეს სამმართველოს დახმარებისთვის რომლებიც თავის მხრივ გაუწევენ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უკვე ეს ორგანიზაცია სოციალური სამსახური მიმართავს სასამართლოს გააჩნია მოზარდს რა პრობლემა აქვს და რაში სჭირდება სამართლებრივი დახმარება თუ ის მაგალითად არის ზალადობის ან ცემის ასე ვთქვათ ან რამე აი მსგავსი ამის ნახეთ არის თუ კი ბავშვი არის ზალადობის მსხვერპლი ის უკავშირდება 112-ს საპატრულო პოლიციას რომლებიც მივიდნენ ბავშვს გადაიყვანენ შესაბამის უწყებაში და გაუწევენ სათანადო დახმარებას ისე რომ ბავშვი თვითონ დამოუკიდებლად სასამართლოს ვერ მიმართავს თუ არ აყავს მას წარმომადგენელი მაგრამ პოლიციის განყოფილებას ჩვეულებრივ შეუძლია რომ მიმართოს თუ კი ის ზალადობის მსხვერპლია მინდა ეს საკითხიც აღვნიშნო რომ მე ვსაუბრობ იმაზე რომ ძალიან ცუდად იზრდებიან ჩვენი ახალგაზრდები მაგრამ ყავს ისეთი ოჯახებიც სადაც ნამდვილად არიან კარგი ბავშვები კარგი მოზარდები და ცუდი მშობლები და ამ მშობლების სიცუდე რაში გამოიხატება მამა გავიდა ხელფასი არ მისცეს სადღაც მშენებლობაზე იმუშავა არის ობიექტები რომლებთანაც მყავს ახლობელი რომელმაც 2 წელია დაცვის სამსახურში მუშაობს და ხელფასი არ მიუღია გამოდის იმ სამსახურიდან და მერე ტაქსაობს რომ
ელემენტარული სახში პურის ფული მიიტანოს. გამოდის მშობელი მუშაობს და ხელფასი ვერ მიაქვს სახლში. ამ ბავშვს რაღაცა უნდა. გაღიზიანებული მშობელი ვერ უხსნის ამ შვილს იმას, რომ არა აქვს ამისი საშუალება. ის ბავშვი შეიძლება განაწყენდეს და რაღაც თქვას. მშობელი უკვე ნერვები ღალატობს, ზღვარს გადასული აქვს უკვე თავისი ყოფა ცხოვრება და შეიძლება შვილს შეეხოს. ნათქვამია ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს გადაჰკრეს მათრახიო. იქ სადაც იმუშავა და ხელფასი არ მისცეს, იმათ ვერაფერი უთხრა, რომ დღეს თუ არა იქნებ ხვალე მაინც მომცირსო და სახლში რომ მოვა ეს გაღიზიანებული მშიერი და უქონელი ადამიანი ჭკუა ეკეტება და იქ უკვე ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას. აქედან გამომდინარე არიან ოჯახშიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს არ არის ძალადობა, რომელიც შეიძლება ითქვას რომ მასიურია, რომელიც ითქვას მუდმივია. არის ხანდისხან ისეთი შემთხვევა, რომ როგორც აღვნიშნე, უბრალოდ მშობელმა ვერ დააკმაყოფილა შვილის მოთხოვნა და მე მინახია, რომ თვითგვემისთვის მიუმართია მშობელს, რომ მე რა კაცი ვარ, აი ოჯახს ვერ ვარჩენ, ოჯახში ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მქონია მე ისეთი შემხევლობა და ისეთი საქმეებიც, სადაც თვითმკვლელობა უცდია ოჯახის უფროს იმის გამო და რომ დამისვია და მისეუბრია, რომ ამას რატომ აკეთებ? შენს ოჯახს აბა შეეკითხე, სჭირდები თუ არ სჭირდები? რაში ვჭირდები? ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ჩემ შვილებს რო უყურებს ხვისაშვილებს ყველაფერი აქვთ, შრომობ და არაფერი მაქვს. ჩემ შვილებს ვერაფერს უკეთებ. რაშია გამოსავალი? გამოსავალი რაშია და გამოსავალი იმაშია, რომ აუცილებლად უნდა ქართველ მამაკაცს შეექმნას ის პირობები, ის სამუშაო ადგილები შეიქმნეს ქვეყანაში, რომ ქართველმა მამაკაცმა, მე რატო უსვავს ხაზს მამაკაცებს? მამა არის ღმერთი. ოჯახის თავი არის მამა. ქვეყნის თავი არის დირექტორი. წარმოების თავი არის დირექტორი. მამა არის ოჯახის თვის ყველაფერი და მე ხაზს იმიტომ უსვავ მამას, რომ იმ მამას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ თავისი ოჯახი თვითონ არჩინოს და არ იყოს ქალზე დამოკიდებული. ნახეთ რა არის ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქალების მხრიდან უფრო მეტი შემოსავალია ოჯახში, ვიდრე მამაკაცებისა. იმიტომ რომ მამაკაცებისთვის დასაქმება არ გვაქვს. არ არის ის ობიექტები, სადაც მამაკაცები დასაქმდებიან და ექნებათ რაღაცა შემოსავალი. ამ დროს ქალი იძულებული ხდება, რომ გავიდეს და ერთი მაღაზიიდან წამოიღოს რაიმე პროდუქტი უფრო დაბალ ფასში და მეორე მაღაზიას ჩააბაროს რაღაც კაპიკე მომატებული და სახლში შემოაქვს უკვე საარსებო წყარო ქალს. ამიტომ არის რომ შეიძლება ჩემოძვირფასებო მე ამას არ უნდა ვამბობდე, ქალი ვარ, მაგრამ ამიტომ არის დღესდღეობით ოჯახურ ძალადობაზე ციხეები სავსეა და ბევრ ქალს ენა აქვს წაგრძელებული მეუღლის მიმართ, რომ მე მომაგდა შენ არაფრის მაგნისი არ ახარ. ეს კაცი გადის ქუჩაში, ვერ შოულობს სამსახურს, რა გააკეთოს? ზოგი მეწეღან აღნიშნე, ზოგი თვითმკვლელობამდე მიდის, რომ თავი მოიკლას. ზოგს ამისი სურვილი არ აქვს, თავს არ იკლავს, მაგრამ სამაგიეროდ აი გარეთ რო გავა შეიძლება ვიღაცა დაინახოს სვავდეს და დალიოს, ვიღაცა დაინახოს რომ ეწეოდეს და მოწიოს,
ვიღაცა დაინახოს რომ იკეთებდეს და გაიკეთოს რაც უკვე პრობლემაა არა მარტო მისი ჯანმრთელობისთვის არამედ ოჯახისთვისაც არსებობს ისეთი რამეები რაც მე ამ ნერვიულობაზე და იმაზე галлუცინაციებს იწვევს და უკვე ოჯახში ხდება პრობლემები აი ეს უბედურება გვჭირს ჩვენ და თუ სახელმწიფომ ყური არ გამოიყერდა და არ შეიქმნა მამაკაცებისთვის სამუშაოები სადაც ამათ ექნებათ ყოველთვიური გარანტირებული ხელფასი როცა ეცოდინება რომ ამ დროს უნდა აიღოს ხელფასი და მისი ოჯახიც გათვლილი იქნება მის ხელფასზე მაშინ აღარ იქნება არც ოჯახური ძალადობა არც არასრულწლოვანზე და მცირეწლოვანზე ძალადობა და არც ამგვარი რაღაცა და არც მშობელსა და შვილს შორის არ იქნება ის დამოკიდებულება და დამოკიდებულებაც დღეს არის ბავშვი რომ უყურებს მამას რომ არაფრის მაქნესი არ არის არაფრის შემომტანი არ არის იმიტომ აქვს გრძელი ენა იცი რა შენ რა უნდა გითხრა რა შენ არაფრის მაქნესი არ ხარ მე რას მეუბნები ბიჭო ბევრი ასე მიმართავს მამა სამწუხარო რეალობაა ეს ქალბატონლარი სამწუხარო რეალობაა და ძალიან მალე გვინდა რომ უშველოთ ამ სიტუაციას ქალბატონლარი ეხლა ვეხებით უკვე მეორე ეტაპზე ვეხებით საკმაოდ მძიმე თემას ეს არის კონფლიქტები ოჯახში რომელიც ალბათ ყოველ მეორე ოჯახში ხდება ეს საშინელება აი თქვენი აზრით როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა როცა მოზარდი აღარ ემორჩილება წესებს და სახლიდან გარბის და მშობელმა უბრალოდ არის ის სად არის მისი შვილი რას აკეთებს აძინავს და შეშენდება და არიან ისეთი მშობლები რომლებიც უბრალოდ არ კითხულობენ და მაპატიეთ სამშობლოს და ფეხებზე კიდიათ შვილთავისი შვილი სად არის რას აკეთებს ცოცხალია თუ არა იცით რა არის ძალიან საინტერესო საკითხი და საინტერესო თემაა ეს ფეხებზე კიდიათ იმიტომ რომ დედას თავისი საქმე აქვს სხვა რამით არის გართული იქ დაქალები არიან იქ მეგობრები არიან იქ შესაძლებელი არის რომ მამაკაცი არსებობს სხვა მამაკაცი რომელთანაც მშვენივრად ატარებს დროს იქ სიგარეტი იქ დასალევი იქ ის და თვითონ ერთობა და ის ბავშვი სად არის ნაკლებად დაინტერესებს მამამ რომელიც ვერაფერს ვეღარ აკეთებს აგერ ამ ქალს იმ საყვარლისგან ან ვიღაცისგან მოაქვს რაღაცა ხო ამ კაცს ვერაფერი ვერ მოაქვს ეს კაცი გამოდის და აგერ არიან მონადირე ქალები რომლებსაც სერიოზული შემოსავლები აქვთ რაღაცა გასაქანები ზოგი სადაწასულია ქვეყნიდან იქიდან ჩამოვიდა და თავისი ფინანსები აქვს რაღაცა თავისი პატარა ბიზნესი აქვს უბრალოდ მამაკაცი სჭირდება გვერდში და აგერ ეს ოჯახიდან გამოძევებული გამოგდებული შეურაცხყოფილი მამაკაცი გამოიჭირა მაპატიეთ ჟარგონისთვის მაგრამ ასია ზუსტად და ამ მამაკაცთან ურჩევნია ურთიერთობა გვერდში დგომა აგერა ბიზნესის გაძღობა მამაკაცის გვერდში იმიტომ რომ კრიშა სჭირდება მას არა მატერიალური არამედ ფიზიკური და მის გვერდში მამაკაცი რო იქნება ამ ბიზნესმენ ქალბატონს რომელსაც მამაკაცის გარდა არაფერი აღარ სჭირდება ეს მამაკაცი აწყობს ნახეთ მამა წავიდა შეძლებულ ქალბატონთან რომელსაც მარტო მამაკაცი სჭირდება გვერდში როგორც მფარველი დედა წავიდა სხვა კაცთან რომელსაც სჭირდება მამაკაცი და შემოსავალი იმ მამაკაცის მხრიდან გულავი გართობა და ასე შემდეგ და ამ დროს ბავშვი სახლშია დაინახა რომ ისი ტოლები გარეთ თამაშობენ გადის გარეთ იმ გარეთ ქუჩაში დღეს კარგს ვერაფერს ვერ ნახავს იცით რა
იყო 70-იანი, 90-იანი წლები და ცოტა ადრინდელი წლები, როცა ქუჩა აკადემია იტყოდნენ ჩვენ დროს, რომ ქუჩა აკადემიაო. დღეს ქუჩა აკადემია არ არის, ქუჩა არის ყველანაირად წამხდარი, ყველანაირად გაუბედურებული, ყველანაირად დამღუპველი, არავით არის აკადემია. ესაზღვრებს გადასვლა. აბსოლუტურად ყველა ჩარჩოს და საზღვარს გარეთ გასული არის დღევანდელი ქუჩა. ამიტომ ეს ბავშვი დედა არ კითხულობს სად არის, მამა არ კითხულობს სად არის, ის მამა თავის აგონიაშია, სადღაც ქალთან ერთობა, საჭმელი არაკლია, სასმელი არაკლია, ჩასაცმელი არაკლია, გულავი არაკლია, კარგი ქალი გვერდში მდიდარი და საშრომი არაფერი არა აქვს, უშრომელად მოსდის ყველაფერი. არის ამ ქალთან და გულაობს. დედა არის ვიღაც კაცთან და გულაობს და ის კაცი რაღაცა ორ კაპიკს გადმოუგდებს, გადაუხდის ფულს და მოიტანს სახლში რაღაცა საჭმელს რამეს და ის ქმარი თუ მოვა სახლში იმ ქმარს წააყვედრის, რომ შენ არაფერი მოგიტანია და მე მოგიტანე და აი ეს იწვევს უკვე კონფლიქტს. თუმცა ამ კაცს არაფერი მოუტანია, მაგრამ არც ამ ქალს მოუტანია პატიოსანი შრომით, ხო? ეს ბავშვი უყურებს ამ ყველაფერს, უყურებს მამამისი როგორია. თაღლითის ქვისაქონებაზე მომჭდარი. უყურებს დედა როგორია. გართობა, დროსტარება, სიგარეტი, სასმელი, დაქალები, მამაკაცები. ეს ქალი უბედავს მე ამ შვილს, რამე უთხრეს. რომელი კალო შენ მე რა უნდა მასწავლო, შენ თავს შენ ცხოვრებას მიხედე. კაცო შენ რა უნდა მასწავლო, ვერ გავიგე წადი შენ ქალებს მიხედე. ასეთ ბავშვს ვერაფერს ვერ ეუბნებიან. ხდება კონფლიქტი. ეს ქალი ამ ქმარს ეტაკება, ეს ქმარი ამ ცოლს ეტაკება და აი შეიქმნა უკვე სამკუთხედი, რომელიც მშობლები და შვილი. ან შვილები. აქ ყველაზე მეტი ცოდვა არიან ბავშვები, რომლებიც იჩაგრებიან, რომლებიც გზას ცდებიან. აქ ვინ არის დამნაშავე? მშობელი. ამ მშობლების დანაშაულში ვინ არის კიდევ დამნაშავე? ხელისუფლება, იმიტომ რომ ამ მამაკაცს არ აქვს სამსახური და ვერაფერს აკეთებს. ეს ქალი იძულებულია, შეიძლება სულაც არ უნდა ეს გულავი, მაგრამ იძულებულია რომ წავიდეს იგულაოს, რომ სახლში რაღაც მოიტანოს. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე მივდივართ და შუაში იჭრიტება მოზარდი. ასეთ ფაქტებთანაც აგვაქვს ადგილი და საქმე და ზუსტად ასეთი ბავშვები არიან მერე ქუჩაში რომ გამოდიან და გაღიზიანებული, თავზე ხელაღებულები და შეიძლება ვიღაცას დანან თუ არა აქვს რომ გაუყაროს, ქვას აიღებს და ჩაარტყავს. იმათთვის ღირებული არაფერი არ არის, იმიტომ რომ მის ოჯახში ღირებული არც დედაა და არც მამა. ამიტომ ქუჩაც იმისთვის უღირსია, არაფერი ღირებული არ არის იმ ქუჩაში. თუ შვილი დედას და მამას ბოდიშის და პატივს არ ცემს, ის შეგწევს ან მე პატივს. გამორიცხული. იცით რა არის, როცა ის საკუთარ მშობელში ვერ ხედავს ადამიანს და ადამიანობას, ის სხვაგანაც უყურებს, ფილტრავს იმ სხვასაც ისე, რომ ეს დედა ჩემისნაირია, ესეც მამა ჩემისნაირია და იმ უცხო ადამიანშიც ადამიანს ვერ ხედავს. ხედავს სიბინძურეს, რაც მის ოჯახშია. რასაც მიჰყავს იქამდე, სადამდესაც მიდიან უკვე ბავშვები. ავტობუსში ავედი, ხელჯოხით ვიყავი. წინ პირველი სკამი არის ინვალიდების სკამი. ისხდნენ დედა და შვილი. ეს ბავშვი იქნებოდა 12-13 წლის ბიჭი. რამდენიმე გაჩერება რომ გავიარეთ, მე ვთხარი შვილო მეთქი. ეს ადგილი არის ინვალიდების. ბავშვს ხმა არა მოუღია და დედამისმა. ქალბატონო, იცითო რაო, დღეს მთელი დღეო რამდენი ბაზრობა შემოვიარეთ, ბავშვი დაღლილიაო რა და თუ არ შეგეძლო ფეხზე დგომა, ნუ ამებრძანდებოდიო. მე ვთხარი ქალბატონო, მე ფეხზე დგომა შემიძლიან, იმიტომ რომ ორი ფეხიც ამაქვს და ჯოხიც მიკავია, მაგრამ შენი შვილი იზრდება ცუდად.
ჩემი გაზრდილი შვილისთვისო შენიშვნა არავის მიუციაო. ძალიან ცუდი მეუთხარი. შენ რა ხარ და შენი გაზრდილი შვილი რა უნდა იყოს? ბაზრები რო შემოიარა ამისთვის შეეძლო ამბავს, უფროსისთვის კამი რო დაეთმო არ შეეძლო. აი ეს არის დღევანდელ ბავშვებს რო ასწავლიან ბილეთს რომ აიღებ, ის შენი ადგილია, უფროს არ უნდა დაუთმო ადგილი. უფროს არ უნდა მიესალმო, უფროს არ უნდა დაეხმარო. ბოდიშით, მაგრამ ის არის სამგზავრო ბილეთი და არა სკამის ბილეთი. კი ბატონო. მაგრამ იმას ისე ესმის. რადგან სკამზე დაჯდა ის მისია. ადგილიდან ადგილამდე, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. მე პირადად როდესაც ავტობუსში ავდივარ, რა თქმა უნდა ვერ მორჩილები კანონს ბილეთს ვიღებ, მაგრამ მე გინ მოხუცი იყოს, გინ ხელჯოხიანი, გინ ბავშვიანი და გინ ორსული, მე მას ადგილს ვუთმობ. მე პირადად ასე ვარ გაზრდილი. ბატონო ალექსანდრე კონსტანტინე. ესა ბოდიშ ვიხდი ბატონო კონსტანტინე, მე მგონია რომ თქვენ გაგზარდათ პიროვნებამ, რომელმაც უფროს უმცროსობა იცოდა და გაგზარდათ ისეთმა ოჯახმა, ვისთვისაც ღირებულია ღირსეული შვილის აღზრდა. მე ასე ვფიქრობ. მე მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემი ძმისშვილი მახლდა, მის სასწავლებელში მივდიოდით. მარშრუტკაში ვიყავით, მიკროავტობუსში და იჯდა ჩემი ძმისშვილი, ამოვიდა ქალბატონი, ადგა ამ ბიჭმა და დაუთმო ადგილი, გიორგი. მერე ადგილი გამოჩნდა და დაჯდა ისევ, ცოტა ხნის მერე სხვა ქალბატონი ამოვიდა, ეს ბავშვი ისივ ადგა და დაუთმო ადგილი. კიდევ გამოჩნდა ადგილი და დაჯდა ეს ჩემი ძმისშვილი. კიდევ ამოვიდა უკვე ახალგაზრდა გოგონა. ამ გოგონასაც დაუთმო ამ ბავშვმა ადგილი და წინ ქალბატონი იჯდა და ამ ქალბატონმა დაუწყო ამ ჩემ ძმისშვილს ჩხუბი, რას დახტუნაობო ბოლო-ბოლო ერთ სკამიდან ნადექი გადმოჯექიო და ის. ქალბატონი ამოვიდაო და არ დამეთმო ადგილიო. მერეო რო დაუთმე ადგილი, ესეც ქალბატონიაო, ახალგაზრდა გოგოაო. ქალბატონო სამაგეროდ მე ვარ მამაკაციო. ის გოგონა არის და მე მამაკაცი ვარო. რა პრობლემა გაქვს თქვენ შეგაწუხეთ? თუ თქვენ სკამამდე ხო არ მოვსულ ვარო. კაი ერთი უზრდელი ხარჯი რა ოჯახმა გაგზარდაო. მე ვთხარი ქალბატონო, ის ჩემი შვილია და მე მიამაყება რომ ჩემი შვილი ასეთი გაზრდილია, მაგრამ აი თქვენ როგორ შვილებს ეზრდით ეგ არ ვიცი მეთქი რა. კარგად გიპასუხეთ. იცით რა არის ოჯახები, რომლებიც მიუხედავად გაჭირვებებისა, აქვთ თავიანთი ტრადიციები, ოჯახური ტრადიციები და იმ ტრადიციებს პატივს სცემენ, მაგრამ მარტო წვრთნა რას უსავს თუ ბუნებამ არ უშველაო. მარტო წვრთნა ვერაფერს ვერ უსავს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემ ძმისშვილებს როგორც უნდათ გაუჭირდეთ, არასოდეს მოიპარავენ. არასოდეს სხვა შეურაცხყოფას არ მიაყენებენ და მე ღმერთის მადლობელი ვარ, ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, რომ ასეთი შთამომავლობა დატოვეს და ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომ შეიძლება მეზობელთან მივიდეს, მიაკაკუნოს და უთხრას, რომ პური გვაჭამეო, მაგრამ არ მოიპარავენ. მქონია იმის თანაშემთხვევები, რომ აქ მეზობლისთვის არ ვამბობ იმას, რომ მე მილიონერი ვარ და არ ვამბობ იმას, რომ მე ბევრი მაქვს, მაგრამ დიდი ქვავით გამიკეთებია ბევრჯერ საჭმელი, რომ მეზობლისთვის ქვაბში ჩამესხა და პატარა ქვაბით მისთვისაც მეტილადებინა. ასეთი ოჯახები მყავს მე აქ კორპუსში და გვიამაყება ჩვენ რომ მეზობლები ვართ. იმიტომ რომ ჩვენი კორპუსი ერთი დიდი ოჯახია და თუ კი ასეთი ოჯახები იქნება აი 90-იან წლებში კორპუსის წინ დიდ ქვაბებში ვაკეთებდით საჭმელს, რომ კორპუსში ყველას შეხვედროდა და გარეთ აგურებს ვალაგებდით და დიდ ქვაბს ვდგავდით აგურებზე და ისე ვანთებდით ცეცხლს.
ვისაც რა ქონდა ის გაქონდა და იმას ვწვავდით. და ჩამოყალიბდა ერთი დიდი ოჯახი. ცით რა არის გაჭირვება ზოგს აერთიანებს და ზოგს ხლეჩავს. გააჩნია ვინ რა ბუნებისაა და გააჩნია გვერდში მდგომი როგორი ყავს. ხმერთმანო მოგიშალოთ ერთმანეთის თავი ამას გეტყვით. მადლობა. მუდამ ბედნიერები და დიდხანს იყავით. გაიხარეთ. მეორე კითხვა, შეიძლება თუ არა რომ მშობელმა ძალით აუკრძალოს რაღაც ბავშვს, შვილს, მაგალითად მეგობრებთან ურთიერთობა ან და სოცქსელების გამო. და თუ კი შეუძლია რა ხდება ამ შემთხვევაში? მაგის პრაქტიკაც აქვს, რომ მშობელმა, რომელმაც შვილს აუკრძალა სოციალურ ქსელში შესვლა, ტელეფონი წაართვა და აუკრძალა საერთოდ ტელეფონის აღება. რაღაცა საათს ნახევარში მოხდა ეს მშობელი პოლიციის განყოფილებაში. ჩემ პასუხი ეს არის. კი, მაგრამ თუ აუკრძალა მშობელმა ბავშვს ტელეფონის ხელში აღება. საათ ნახევარში როგორც ვთქვით. როგორ მოხდა ეს ქალბატონი პოლიციის განყოფილებაში? თუ ბავშვს არ შეეძლო ტელეფონის ხელში დაკრძალული. დედა ხო არის სახლში. დიახ. დედები არიან, რომ მამების თავიდან მოშორება უნდათ, როდესაც ძალიან შეზღუდულები არიან. აღარ ვიცი რა თქვა, ოღონდ მართლა. საათ გავაკეთე. იცით რა არის? მე ვიყავი გენერალური პროკურორობის კანდიდატი. დიახ. და იქ დამისვეს სხვათა შორის ეს კითხვები, რომ თქვენო ძალადობის მომხრე ხართ. არა ვარ მე ძალადობის მომხრე. არასოდეს არ ყოფილვარ ძალადობის მომხრე. მაგრამ ბავშვი თუ ცუდი საქციელისთვის დაისჯება, ეს ძალადობა არ არის. ეს აღზრდის ერთ-ერთი მეთოდია, რომ ის ადამიანად ჩამოყალიბდეს. მე თუ მკითხავთ, ჩემზე ჭკვიანი ადამიანები ძალიან ბევრჯერ გამოდიან და ამბობენ იმას, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირ კონტაქტში არიან ტელეფონებთან, კომპიუტერებთან, მათი მხედველობა ძალიან ადვილად ზიანდება და ძალიან მალე და ხშირად სჭირდებათ ექიმის კონსულტაციები და დახმარება და ასევე მათი გონებრივი ჩამორჩენილობა უფრო მეტია, ვიდრე ვინც წიგნებს კითხულობს. ასე რომ თქვენი კითხვა, რომ რამდენად აქვს ბავშვს უფლება და რამდენად აქვს მშობელს იმის უფლება, რომ შეზღუდოს ამ კუთხით სოციალურ ქსელებში და რაც უნდა ის აკეთოს, მშობელს არ აქვს უფლება, რომ ეს ბავშვი შეზღუდოს. თუმცა არიან მშობლები, რომ შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია ოსულხან საბასი არ იყოს. მუხრან მაჭავარიანის საბასი არ იყოს. ბევრი მშობელია, რომ ეს კანონის ფეხებზე კიდიაც და იმ თავიანთ შვილებს კარგადაც სჯიან. მე იმ მშობლებს მივესალმები, რომელიც ცდილობს, რომ თავისი შვილი ადამიანად გაზარდოს. და ეს კანონი თავზე უნდა დაახიო იმ კანონმდებელს, რომელმაც მიიღო ის კანონი, რომ მშობელს მშობლის უფლება ჩამოერთვა. ქალბატონო ლალი, როგორ უნდა იმოქმედოს მოზარდმა, თუ თვლის, რომ მშობელი არ ღვევს მის პირად სივრცეს ან უფლებას? მოზარდმა ჩემი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მოზარდმა ისე უნდა მოიქცეს, როგორც მშობელს სურს და უნდა გაიაზროს ის და გაითავისოს, რომ არც ერთ მშობელს არ უნდა შვილისთვის ცუდი. და თუ მოზარდს მაინც აქვს თავისი პრეტენზიები მშობლის მიმართ, შეუძლია მიმართოს სოციალურ სამსახურს, თუ ატყობს, რომ მისი უფლებები, ნახეთ რა არის, გააჩნია მშობელი რა სთხოვს ბავშვს. ბავშვს თუ სთხოვს, რომ უნდა ისწავლო, უნდა კარგად მოიქცე,
უნდა ხელპირი დაიბანო და ტურტლიანმა არ უნდა იარო. ადამიანს უნდა გავდე, ადამიანური ქცევები უნდა გქონდეს თუ ამას თხოვლობს მშობელი. ის შვილი უნდა მიხვდეს იმას, რომ იმ მშობელს მისთვის ცუდი არ უნდა. მაგრამ თუ მშობელი იმას ეუბნება, რომ შენ ჩემი მოტანილი პური არ ჩამოო და ჩემი მოტანილიო საპრით ხელი არ დაიბანო, აი მაშინ არის ეს ბავშვი ზეწოლის ქვეშ. და არა მაშინ, როცა ეუბნებიან, რომ დაიბანე და ჭამეო. გააჩნია ფორმატს, რა ფორმატით იქნება მიდგომა ან შვილის, ან მშობლის მხრიდან. დას განსაზღვრავთ ჩვენ ძალადობად. ჩემი შვილები იყვნენ წერანაკ და დედას ვესაუბრებოდი და ბავშვმა არ დააცადა დედამის სიტყვას. მე უთხარი, თუ გინდა რომ მე შენ დაგეხმარო და ფეხბურთის გადასახადი გადაგიხადო და იქ რაღაცეებში მოგეხმარო, სპორტულები გიყიდო და რამე. მაშინ ჩუმად იყავი, ენა გააჩუმე ბებო. ამიტომ იმ ბავშვმა შეიძლება თქვას, რომ ბებიაჩემ ჩემზე იძალადაო. და მე მუქრაო, რომ თუ კარგად არ მოვიქცევიო, ფეხბურთის ფულს აღარ გადამიხდისო, ხო? ესეც ხო ერთის მხრივ ულტიმატუმია. ძალადობა მე იმას უთხარი, რომ კარგად უნდა მოიქცე შვილო. დედას ენა არ უნდა შეუბრუნო, არც უფროს ენა არ უნდა შეუბრუნო. ნუ გაქვს გრძელი ენა. ეს შენიშვნაა, ხო? ჩემი მხრიდან ძალადობა გამოვიდა, რომ იმ ბავშვს უთხარი, რომ მე შენ ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა, თუ მე ვერ მივიღებ იმას, მე რაც მინდა. მე მინდა რომ შენ კარგი იყო და თუ შენ კარგი არ იქნები, შენ ვერ მიიღებ ჩემგან იმ დახმარებას. ნახე, აქ არის ურთიერთ შეთანხმება. ის ბავშვი კარგი უნდა იყოს, რომ შენგან, მშობლისგან მიიღოს ის, რაც უნდა. მაგრამ იმ ბავშვმა მიიღოს მშობლისგან ის, რაც უნდა და მე მშობელმა ვერ მივიღო მისგან ის წესრიგი და ის ღირებულებები, რაც ჩემთვის ღირებულია, მაშინ როგორი ძალადობაა ეს. თუმცა ამ ბავშვს მიუხედავად ამისა, მაინც აქვს უფლება ჩვენი კანონმდებლობით, რომ დარეგოს, რომ აი მე მამაჩემა ეს ულტიმატუმი წამეყენა, ბებიაჩემა ეს ულტიმატუმი წამეყენა. და მე რა იქნება? აღმოჩნდებიან ისინი პოლიციის განყოფილებაში. აუცილებლად. მე სოციალური მუშაკი მოვა და ამ ბავშვს წაიყვანს იქ. დაიწყება რომ თქვი, რომ ხევიდან 9 წლის ბავშვი 10 ლიტრიანი ბალონებით ეზიდებოდა წყალს. ესე მოზიდავს ის ბავშვი წყალს. ან აგურს, ქვას, რა ვიცი. ან ცემენტს არის ყორამეს. კი ბატონო. ქალბატონო ლალი, რა მაინტერესებს ახლა? თქვენი საქმიანობაში ქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თუნდაც მშობელს გინდედას ან იყოს გინდ მამას. მშობელს უთქვას, რომ აი ჩემმა შვილმა ხელი შემიბრუნა, ხელი დამარტყა. ასაპასუხოდ. ყოფილა ასეთი შემთხვევა? კი. ყოფილა მაგნაირი შემთხვევა. და რა ხდება ამ შემთხვევის შემდეგ, რომ ვიპასუხოთ ეს კითხვა აქ არის წერა საუბარმა მოიტანა და რომ გითხრათ. იცით რა არის, არაფერიც არ ხდება. ბავშვს არ ეკისრება რამე პასუხისმგებლობა? არა. თუ არ მოკლა ის მამა, დედა. თუ მოკლა, მე მკვლელობის მოხლით აღეძრება სიცხეს ამართლისა. მაგრამ ხელი რომ დაარტყა, არ ბავშვს არავინ არაფერს არ ეუბნება, თუ მშობელმა არ იჩივლა. თუ მშობელმა იჩივლა. ნახეთ რა არის. გაუშვებენ ექსპერტიზაზე. და ეტყვიან, დარწმუნებული ხარ, რომ შენმა შვილმა გააკეთა ეს? და თუ შვილი უჩივლებს, იქ არავინ არ კითხულობს, რომ დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ მამა შენმა გაგარტყა ეს, იქნება ქუჩაში იჩხუბე. შენ უზრდელი ბავშვი ხარ. ამას არ ეუბნებიან. მაგრამ იმ მამას ეუბნებიან, შენ დარწმუნებული ხარ, ბიჭო, ვერ გავიგე. შენმა შვილმა ეს გააკეთა? შენ რანაირი მამა ხარ? იკითხავენ პასუხს ასაკურებას. კი. ასე რომ შვილებს ბევრი უფლებები აქვს, მშობლებს არაფერი უფლება არ აქვს. მშობელს ვალდებულებები აქვს.
ქალბატონო ლალი, სულ რაღაც 4 კითხვა დაგვჭირდა და ვამთავრებ. მალე გაგათავისუფლეთ. არ არის პრობლემა. თუ კი ჩემი საუბარი ვინმეს და რამეს წაადგება. თქვენი საუბარი ქალბატონო ლალი აქვე გეტყვით და პირდაპირ გეტყვით რომ საქართველოს ეხმარება, საქართველოს მოზარდებს ეხმარება, საქართველოს მცხოვრებ მოზარდებს და დედებსაც კი. ჩემს ბლოგს ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, უკვე 6-7 მიმდევარი ყავს, გამომწერი ყავს და ვფიქრობ რომ ის მშობლების და შვილების უყურებენ დღეს ამ გადაცემას რომ დაიდება და იმედი აიტყვიან რომ ყველაფერს საუკეთესოს და შეეცვლებათ აზრი გარკვეულ რაღაცებს. და ეს იქნება ზუსტად თქვენი დამსახურება, თქვენი საუბრის დამსახურება. ღმერთმა ქნას. იმედი მაქვს ამდენი ცუდი საქართველოში აღარ იქნება. ღმერთმა ქნას. მე დიდი სიამოვნებით დავეხმარები დახმარებას ვთავაზობ იმ ოჯახებს, სადაც რთულად ახსაზრდელი ბავშვები არიან, რომ და ეს ბავშვები ვერ მიყავთ ან არ აქვს საშუალება ან არ მიყავთ ფსიქოლოგთან, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. ფსიქოლოგიურად ფსიქოთერაპია თუ კი იქნება ამ ბავშვების მიმართ გამოყენებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელები არ იბადებიან. დამნაშავეები არ იბადებიან. დამნაშავეები და მკვლელები ხდებიან რაღაცა გარემოებების გამო. თორე ბავშვი ყველა ანგელოზი იბადება. და მერე ცხოვრება ქმნის იმას, ან ისეც, ან ასეც. ამიტომ მე ვთავაზობ ჩემს დახმარებას, თუ კი ვინმეს ექნება სურვილი რომ დავეხმარო, ფსიქოლოგიურად მე მათ გვერდში ვიქნები, ფსიქოთერაპიას შევთავაზებ, რომ მშობლებსა და შვილებს შორის დავაწყოთ ურთიერთობა. გადაცემის ბოლოს თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მორბენალის ტრიქონის სახით დაეწერება თქვენი ნომერი. კი ბატონო. ვისაც სურვილი ექნება რომ არ არის პრობლემა. კი ბატონო. ეს გადაცემის ბოლოს ნომერი დაიწერება ქალბატონი ლალი ბუნტურის, რომელიც არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალობით და ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაურეკოთ მას და შესთავაზოთ დახმარება. და ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება. ახლა გავაგრძელოთ თემა, როგორი სამართლებრივი ბალანსი, როგორია, სად მთავრდება მშობლის უფლებები და სად იწყება მოზარდის თავისუფლება. მშობლის უფლებები სანამ ცოცხალია მშობელი, სანამ ისინ არის. მშობლის უფლებები არ მთავრდება. მოზარდის უფლებები იწყება იქ, საიდანაც მისი ცნობიერება იწყება. და მისი შეგნება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ მისთვის მშობელი ყოველთვის უნდა იყოს დაუსრულებელი და მშობლის უფლება არ უნდა მთავრდებოდეს. მოზარდის უფლებები კი, როცა მისი ცნობიერება იწყება, რა დღიდანაც ეწყება ცნობიერება, იმ დღიდან მისი უფლებებიც იწყება. ამავდროულად ვალდებულებებიც, მარტო უფლებები არა. და მშობლის ვალდებულებებიც და უფლებებიც, სანამ მშობელი ცოცხალია, სანამ ისინ არსებობს. მშობლის ვალდებულება უფლება იქ წყდება, სადაც ამ ქვეყნიდან იქ დიდ ქვეყანაში გადასახლდება. თუმცა იქაც ხმისდევს მას ეს ვალდებულებები. იმიტომ რომ ჩვენ მე მაგალითად გამიგია რომ ვიღაც რომ კვდება, ვიღაცას მეზობელს უნახია სიზმარი რომ იმ პიროვნების მშობელი ნახეს რომ გზაზე მოდიოდა ამ შვილის შესახვედრად და მოდიოდა ჩქარი ნაბიჯით. რაც იმას ნიშნავს რომ მისმა სულმა იმ დიდი ქვეყნიდან
იქ თავისი შვილის შესახვედრად გზა გამოიარა, რომ თავის შვილს შეხვედროდა. ეს ჩვენ ვერ დავინახეთ, მაგრამ ეს მშობელი და შვილი ხო შეხვდნენ და აი ეს რომ ეს მშობელი შვილის შესახვედრად მოდიოდა, როცა ერთი განზომილებიდან მეორე განზომილებაში გადადიოდა ადამიანის სული. ეს ვიღაცა მეზობელმა, მეგობარმა ნათესავმა ნახა სიზმრად. ეს მშობელი როგორ მიემართებოდა შვილთან შესახვედრად. ასე რომ მშობლის უფლებები და ვალდებულებები არ მთავრდება. ასევე არ უნდა მთავრდებოდეს შვილის ვალდებულებები. უფლებები შვილს ნაკლები უნდა ჰქონდეს მშობელთან მიმართებაში. ვალდებულებები უფრო მეტი უნდა ჰქონდეს. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, ნახეთ, შვილს ავალდებულებს უძლური მშობელი შეინახოს, მას ალიმენტი გადაუხადოს. გვაქვს ჩვენ ამისი კანონი, რომ შვილი ვალდებულია მშობელი შეინახოს, უძლური მშობელი. და თუ მასთან არ ცხოვრობს, მას ალიმენტი უხადოს. ჩვეულებრივ როგორც ბავშვს უხდიან ალიმენტს. მაგრამ აი მორალურ ალიმენტს ვინ გადაუხდის იმ მშობელს შვილი რომ მიატოვებს და სადღაციდან რაღაცა ორ კაპიკს გამოუგზავნის რომ შიერი არ მოკვდეს და ცუდვა არ დამეტოს. ამიტომ შვილის ვალდებულება არსად არ მთავრდება მშობლის მიმართ. როგორც მშობლის უფლებები არ მთავრდება. ჩემი გადმოსახედიდან ეს ასია. ქალბატონო ლალი, რა უნდა ქნას მოზარდმა თუ ოჯახში ძალადობას განიცდის მაშინ, მაგრამ მშობლის წინააღმდეგ ჩივილის ეშინია. ნახეთ რა არის, მოზარდმა შეიძლება თვითონ ვერ იჩივლოს, ვერ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ არ არსებობს მოზარდს ვინმე არ ჰყავდეს, ვისთანაც შეუძლია თავისი მდგომარეობა გაამხილოს. მაშინ ის ადამიანი იქნება მისი დამცველი, მისი მფარველი და ის ვინმე, ვინც გაიგებს ამის მდგომარეობას, ის დაეხმარება. მაგრამ თუ უარეს შემთხვევასთან გვაქვს ადგილი, რომ ეს მოზარდი ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვის, ერთხელაც იქნება კოკა წყლის გზაზე გაწყდებაო. კოკა არ მოიტანს ყოველთვის წყალს. ის ბავშვი ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაამჟღავნებს იმ ოჯახურ ძალადობას. გააჩნია მეწეღანო თქვი, გააჩნია ოჯახურ ძალადობას, რას დავარქმევთ ჩვენ. სიტყვაზე თუ ეს იქნება ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური. ნახეთ რა არის, თუ ის ბავშვის ღირსი არის ფიზიკური შეურაცხყოფის, თუ ის ბავშვი უხეშად ექცევა მშობელს, დედმამის შვილს და ვერ ემორჩილებს მშობელი, იძულებული ხდება ის მშობელი, რომ ფიზიკურ აგრესიაზე გადავიდეს. ამ მშობელმა რა ქნას მაშინ, როცა ასეთი შვილი ჰყავს და ვერ ემორჩილებს. და უმორჩილებელი შვილის ყოლის შემთხვევაში მშობელმა რა ქნას, ვის მიმართოს, მიშველეთო. ყველა ეტყვის იმას, რომ ვერ გაგიზრდიაო. გამზრდელმა თავი მოიკლა მშობელმა. ცდილობს ყველანაირად, მორალურად, ფიზიკურად, მატერიალურად, რომ ეს შვილი დაიმორჩილოს, რომ გზას არ ასცდეს. მშობელზე მეტად შვილზე არავის არ შესტკივა გული. აი დღევანდელ შვილებზე მაგას ვერ ვიტყვი. დღევანდელი შვილები გააცია ჩვენმა კანონმა მშობლის მიმართ. მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობს ქალბატონო? რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გადავჯიშდეთ და ისე გადავშენდეთ, რომ ერთი დედალ-მამალი ქართველი არ დარჩეს, რომელიც ღირებული და ღირსეული იქნება.
და დღევანდელი ეთერისთვის მინდა ესე დავასრულოთ გადაცემა, რომ რას ეთყოდით იმ მოზარდებს და იმ დედებს, როგორც ადვოკატი. რას ეთყოდით იმ მოზარდებს და დედებს, ვისთან რომ ვის ოჯახშიც ეს პრობლემა ძგერს, ასე ვთქვათ. და როგორ შეეწყონ ერთმანეთს ეს დედაშვილი, რომელსაც ეს ურთიერთობა, ეს დაძაბულობა და ისეთ რა არის, მე დედებს ურჩევდი, რომ ასეთ შვილებთან იყვნენ არა დედები, არამედ მეგობრები. ასეთ შვილებს ვეთყოდი, რომ მშობლებთან იყვნენ მეგობრულები და არა როგორც შვილები და მშობლები. და უფრო გაადვილდება მათ შორის ურთიერთობა. და ასევე არის ასაკობრივი რაღაცა ზღვრები. ჩვენ გარდატეხის პერიოდს ვეძახით. რა ასაკამდე შეიძლება ბავშვი იყოს შვილი. რა ასაკის შემდეგ შეიძლება იყოს მეგობარი. და რა ასაკის შემდეგ შეიძლება იყოს დაქალი ან ძმაკაცი. ამ ასაკების მიხედვით შეიძლება 10-11 წლამდე 12 წლამდე ბავშვი იყოს ბავშვი. აი 12 წლის მერე რო უკვე მამლაყი წაობს. ამ შემთხვევაში უნდა იყოს მშობელი ამ შვილისთვის მეგობარი. და ეს რო უკვე დავაშკაცდება თუ დაქალდება სადღაც 18 სრულწლოვნებას ვეძახით 18 წელს 18-20 წლის რო გახდება იმის მერე უკვე უნდა ეცადოს რომ დაქალი და ძმაკაცი იყოს, იმიტომ რომ შეიძლება მეგობარი ყავდეს 1-2 და ამან დედა და მამა არ აირჩიოს მეგობრად, ვიღაც სხვა აირჩიოს. მაგრამ ძმაკაცი, სიტყვა ძმა, ჯერ ძმა და კაცი. მერე და ქალი. ამას არ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ ვამბობ. შეიძლება არსებობდეს ისეთი საკითხები, რასაც მეგობარს ვერ გაუმხელ. არ ეთყვი. მაგრამ და არის დედმამიშვილი, და ქალი დედმამიშვილის ტოლფასია, და ქალია. და ის და ქალი შენთვის უკვე ყველაფერია, თითქმის მეორე მია. ასე არის ძმაკაცი. ძმაზე ძვირფასი და დაზე ძვირფასი ადამიანისთვის არაფერი არ არსებობს. იმას იქით არაფერი არ არის იმაზე ახლობელი. რაც ძისა და ძმის ურთიერთობა. აი ძმაკაცი უნდა იყოს, დაქალი უნდა იყო უკვე აი 20 წლის ზევით. ეს დააბალანსებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას. და კიდევ მაქვს მე ოჯახებთან ურთიერთობები და ყოველთვის ვეუბნები კაცო ბავშვს რატო უყვირი, ნუ უყვირი. ნერვები აღარა მაქვს მაგის. ბიჭო თუ არა გქონდა ნერვები ნუ გააჩენდი. რას მექვია ნერვები არ აქვს. ბავშვი რაღაცაზე ტირის, შეეკითხე რა უნდა. იქნება არც შენი იაშალო მე ნერვები და არის ნერვიულო და არც ბავშვმა. არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ცხოვრებისაგან განერვიულებულები ბავშვებზე იყრიან ჯავს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, იქიდან გამომდინარე წეღანაც ვთქვი, იმიტომ რომ ბევრი ოჯახია, რომ შეიძლება მშიერი დაიძინოს და მშიერმა გაიღვიძოს ბავშვმა. იმიტომ რომ ოჯახს არ აქვს ამის საშუალება. და სოციალურ დახმარებას ღებულობენ 50-60 ლარს. 50 ლარით მაღაზიაში რო შეხვალ. ვერაფერს ვერ იყიდი, ახლა პურიც გაძვირდა. ასე რომ ერთი სიტყვით თუ არ გვინდა რომ ერისა კი არა მარტო ქვეყნის გენოციდი მოხდეს, უნდა ყურები შევიფხერტოთ და მოვითხოვოთ სამუშაო ადგილები. ნახეთ რა არის საქართველოში რო სამუშაო ადგილია, შეიძლება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იყოს იმდენი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენი საქართველოს მოქალაქეებისთვის მე არ უსვავ ხაზს ქართველებს. ჩემთვის ყველა ქართველია, ვინც საქართველოში დაიბადა
ქართული ჰაერი ისუნთქა, ქართული ლუკმაკური ჭამა და ქართული წყალი დალია, ჩემთვის ეს ყველა ქართველია. საქართველოს მოქალაქე. და არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები. ტაქსს რო გამოვიძახებ და ტაქსში ჩავჯდები, ქართულად რო დაილაპარაკებს, ტაქსის მძღოლი მიხარია. რომ კიდევ დადიან ქართველი მძღოლები. აი ამიტომ ჯერ სახლში შენი ოჯახი დაკმაყოფილე და მერე სხვა ჯერ ჩვენი ხალხი დაკმაყოფილდეს ამ შრომითი დასაქმებით და მერე სხვებს კი ბატონო გავშალოთ ხელები, ყველა ჩავიხუტოთ, ყველა ადამიანია, მე მინახია ინდოელები აქ და შემწოდებიან, ის გადმოხვეწილია საიდანღაც და აქ ლუკმაპურზე მძლივს მუშაობს, მაგრამ შემამაცხონებულო, მე რატო უნდა გავიქცე სხვაგან, შენ ქვეყანაში იშრომე და იშოვე ის ლუკმაპური და მე ჩემ ქვეყანაში დამაყენე. კი ბატონო, გვაქვს ამდენი საშუალება რომ დავასაქმოთ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კი ბატონო, ჩემი თავი გენაცვალოთ, მაგრამ ჯერ მე დამასაქმე, მე დამაკმაყოფილე რომ მე სახლში ცოლი და 5 და 3 წლის ბავშვი მშივრები არ დამეხოცოს და მე კი ბატონო სტუმრებს ვეპატიჟებით მაშინ როცა საშუალება გვაქვს რომ სუფრა გაუშალოთ, ხო? თუ სუფრის გაშლის საშუალება არ გვაქვს, სტუმარს ხო არ ვეპატიჟებით. თქვენ ვის კისერზე ეპატიჟებით ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს? ჩემს კისერზე, შენს კისერზე, პეტრეს კისერზე? რატომ? აი ეგ არის შობლისა და შვილის ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლალი პირველ რიგში იმისთვის რომ მოგუყანეთ აქ და მადლობა იმისთვის რომ შედგა თქვენი დახმარებით ეს საინტერესო ასე დავარქვი საინტერესო გადაცემა და მადლობა რომ არსებობთ და კიდევ დიდხანს გიცოდე მინდა რომ იცოცხლოთ და ბევრი ოჯახი გადაარჩინოთ კიდევ თუ გვექნება საშუალება მინდა ანონსის სახით გავაკეთოთ რომ ერთი გადაცემა ჩავწეროთ დღევანდელ ნარკო ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში და ერთი გადაცემა მინდა ციხეები, ქართული ციხეები სავსე არის ქართველი მამაკაცებით, რომლებიც გაუპატიურების და გაუპატიურების მცდელობებით არის სავსე. ციხეს თავისი კანონი აქვს, თავის დროზე გაუპატიურების მუხლით როცა შედიოდა პატიმარი ციხეზე, იმას თავისი პასუხები მოეთხოვებოდა და დღეს პასუხს არავინ არ ასწავს ამ ხალხს, ვინც გაუპატიურების მუხლით არის ციხეზე შესული, იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ყველაფერი დადგმული სცენარი. და ასე ვთქვათ, ხახუით შერჩევათ ყველაფერი. იცით რა, არა. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს პატიმრები, რომლებიც არიან ესენი მართო მოძალადეები არიან და გაუპატიურება მოხდათ. არსებობს ისეთი საქმეები, რომელზედაც გაუპატიურების მუხლით დაიჭირეს პიროვნება და 6 წელი მიუსაჯეს, მინიმუმ 6 წელია გაუპატიურებაზე და აღმოჩნდა ქალბატონი გაუპატიურებული ქალბატონი ქალიშვილი. ექსპერტიზის ზამდადო დასკვნა რომ ქალიშვილია. ეს ბიჭი ამბობს და ამტკიცებს იმას რომ არ ქონია მასთან სექსუალური კავშირი, მაგრამ პროკურორმა ასე ჩათვალა საჭიროდ რომ იყო ექსპერტმა ჩათვალა რომ არის საუბრობს ვიყავით ქალბატონო. აი ზუსტად და თუ გვექნება ამის საშუალება რომ ერთი გადაცემა ამაზე ჩავწეროთ. როცა იტყვით და სადაც იტყვით, არ არის პრობლემა, პირიქით ძალიან საინტერესო თემა არის ესეც. ძალიან საინტერესო თემაა. ყავს უვადო პატიმრები, ისეთი პატიმრები, რომლებიც ბატონ მიხეილის პრეზიდენტობის პერიოდში არიან დაჭერილები, წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან, თუმცა ბატონმა ასე ბრძანა, ბატონი როგორც გიბრძანებს, ვირი ისე დააბივა ბატონმა როგორც უბრძანათ, ისე დადეს განაჩენი და უვადო პატიმრობა აქვს პიროვნებას მისჭილი. უვადო პატიმრობა აქვს პიროვნებას მისჭილი.
გაუპატიურება მკვლელობის მუხლით, რომელიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა. და ეს ყველაფერი ბატონ და სააკაშვილი. იმ გარდაცვლილ გვამსაც გაუპატიურების არანაირი კვალი არ ეტყობოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჰქონდა სხეულის დაზიანებები. ასეთი უვადო პატიმრებიც გვყავს და აი ამ საკითხებზე თუ გვექნება საშუალება, დრო, ამისი დრო რომ მე ყოველთვის მაქვს, თავია თქვენ გამონახოთ. ამ საკითხებზე რომ ვისაუბროთ და ეს საკითხები რომ ჩავწეროთ. მე მინდა რომ ყველამ გაიგოს რა გვჭირს და რატომ გვჭირს. არ არის არანაირი პრობლემა. როგორც გითხარით, თავია თქვენ მოიცავთ სწორი, მე ყოველთვის ძალიან. ვეცდები. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში საინტერესო ინტერვიუსის და თქვენი დამსახურებით გაკეთდა ეს საინტერესო გადაცემა ეპიზოდი დღეს. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მოწიწებით ქალბატონლალი. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახსნით საინტერესო სტუმართან ერთად, ქალბატონლალი ბუნდურთან ერთად, რომელიც არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალობით და შევხვდებით, იმედი მაქვს რამოდენიმე დღეში და ესე არ გავწევავ კიდე საინტერესო თემით, ისევ ქალბატონლალი ბუნდურთან, უკვე სხვა თემით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. დროებით მომავალ შეხვედრამდე.